მოგესალმებით, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ამ პროცესში მონაწილეობა, ვინაიდან ბატონი რეზო არის ჩემთვის ეს მასწავლებლის ფიგურა და ძალიან ღირებული, რომელმაც ესე პროფესიულ საქმიანობის დასაწყისში მნიშვნელოვანი მიმართულება მომცა და ჩემს ჩამოყალიბებაში დიდი მონაწილეობა მიიღო, ასე რომ ძალიან ემოციური და მნიშვნელოვანია ჩემთვის დღეს აქ ყოფნა. გაგაცნობთ რეზო კორინთელს, ვფიქრობ, ბევრი წარდგენა არ ჭირდება, მაგრამ გახლავთ ფსიქიატრი, იუნგიანელი ანალიტიკოსი, სერტიფიცირებული ჯგუფური ფსიქოთერაპევტი, ანუ ამერიკის ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის საპატიო წევრი და ასევე საქართველოს ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის ხელმძღვანელი. ბატონო რეზო, რომ მოგვიყვეთ მოკლედ თქვენი წიგნის შესახებ. დიდი მადლობა მობრძანებისთვის და მინდა მოგახსენოთ თუ რა არის ის მოტივი, რის გამოც ჩვენ აზროვნების აკადემიის წარმომადგენლებად და მე ეს წიგნი რატო შევჩერდით ამ დასახელებაზე, თვითრეალიზაცია და ფსიქიკური ჯანმრთელობა. პირველი და რამოდენიმე მოტივს ყველას ვერ მოგახსენებთ, მაგრამ რომ ჩავეტიოთ უფრო მოკლე დროში რომ მოგახსენოთ, ეს არის გარკვეულწილად ჩემი ურთიერთობა წლების განმავლობაში აქ ესე იგი მქონდა ლექციების ციკლი და მაქვს და აუდიტორიასთან ურთიერთობის შედეგად გამოიკვეთა ის იდეა, რომ ხაზი გაუსვათ გარკვეულწილად რა არის თვითრეალიზაცია. რას ნიშნავს, ხო? მეორე მნიშვნელოვანი მოტივი უკავშირდება, რომ ფსიქოპათოლოგიის და თვითრეალიზაციის კავშირს. აი ამ კავშირის გაშუქება მინდოდა, რადგანაც ჯანმრთელობის ჯანდაცვის ესე იგი საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად ფსიქიკური ჯანმრთელობა ეს არის, როდესაც ადამიანი გრძნობს მკაფიოდ ფსიქოფიზიკურ და სულიერ კეთილდღეობას. ანუ აი ამ განმარტებიდან მთლიანად განმარტებას არ მოვიყვან, თუ გნებავთ, როდესაც ის როგორც ინდივიდუალურ, ასევე ფსიქოსოციალურ პლანში გარემოსთან კარგად არის ადაპტირებული. მაგრამ ადაპტაცია არ ყოფნის. სულიერი და ფსიქოფიზიკური კეთილდღეობა უნდა განიცადოს. აქედან გამომდინარე, ფსიქოპათოლოგიური სიმპტომების არარსებობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, ვოზის აი იმის ორგანიზაციის, ჯანდაცვის ორგანიზაციის განმარტებაში რო ჩაჯდეს. განმარტებაში ჩაჯდეს ეს, ხო? ამიტომ ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ მოგვეძია თუ რა შინაარს, რა აზრებს დებდნენ ის ვინც შექმნა ეს ტერმინი ფსიქოლოგიაში, თვითრეალიზაციის. შემდეგი არის ის, რომ თვითრეალიზაციის ნაკლებობა იწვევს ეგზისტენციალურ ვაკუუმს, რომელსაც მოყვება დეპრესია. აგრეთვე ეგზისტენციალური დანაშაულის განცდა არშემდგარი ცხოვრების გამო. ეს ამას ვინც თვითრეალიზაციის გზაზე არ დადგება, იმას მოიყვება დანაშაულის განცდა, რომ მან ცხოვრება ფუჭად გაიარა, ასე ვთქვათ. ეხლა თვითრეალიზაციას აგრეთვე აქვს სანოგენური ეფექტი, ესე იგი ჯანმრთელობის მომტანია. ის ზრდის ფსიქიკური აშლილობებისადმი რეზისტენტობას, ამცირებს სუიციდის რისკს. აი ეს რამდენიმეს მოვიყვან, ყველას არ ჩამოვთვლი, როგორც ფრანკლი ამბობდა, რომ ესე იგი ცხოვრების საზრისი წვდომა უკუპროპორციულია სუიციდის რისკის. რაც უფრო საზრისიანი ცხოვრებით ცხოვრობს ადამიანი, მით ნაკლებია სუიციდის რისკი. შემდეგი არის, რომ თანამედროვე კონსუმერულ საზოგადოებაში ვცხოვრობ, ჩვენ ამის პროპაგანდა ხდება, ადამიანი იმის მაგერად, რომ თავი შეიმეცნოს, ის თავის თავს გაურბის გართობაში, რომ თავის თავი დაივიწყოს, ხო? ამიტომ ეს თვითშემეცნების პროცესი ძალიან ჭიდროდ არის კავშირში თვითრეალიზაციასთან.
შემდეგი არის ის, რომ თვით რეალიზაცია არის არქეტიპული. ის ყველა კულტურაშია. და აი ამ წიგნშიც ჩვენ შევეხეთ იმას, რომ ინდურ კულტურაშია ის არის დაუშვათ ქრისტიანობაში გამხდობის იდეა ეს. ანუ არ არის კულტურა, სადაც ეს იდეა არ იყოს. ამიტომ უნივერსალური და არქეტიპულია. და არქეტიპული ნიშნავს, რომ ის ჩვენზე მოქმედებს. არქეტიპი რო გავშიფროთ, ეს არის მართველი და პირველსაწყისი ერთდროულად. ის ვინც მართავს. ამიტომ ეს იდეა ჩვენში ჩადებულია გენეტიკურად შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენი თავი სრულყოთ. აი როგორც ჩვენი იდეალური სახე, მაგალითად თუ ინდურ ფილოსოფიას ასე ვთქვათ, მოვიშველიებთ, ისინი ამბობდნენ, რომ რყოდან მუხა ჩდება, ვეფხვიდან ვეფხვი, კატიდან კატა, ადამიანი გამონაკლისი არ არის. ანუ იდეალური ხატი, იდეალური ნიმუში ყველა ადამიანში ზის. რეალიზაცია, ამის რეალიზაცია, თვითრეალიზაცია. ყველა ადამიანს აქვს ინდივიდუალური ნიმუში. ერთნაირი არ არის. ინდივიდუალური. ანუ ამის პოვნა და ამის რეალიზაცია ადამიანს ბედნიერს ხდის. და ოღონდ ბედნიერებაში არ იგულისხმება, რომ დღე-დაღამე იცინის. ხო? და აი ამიტომ ასეთი მოტივების გამო ჩვენ რომ გაგვეშუქებინა ეს უფრო და მისაწვდომი ყოფილიყო და არ ყოფილიყო დატვირთული მეცნიერული ტერმინოლოგიით, გადავწყვეტეთ ამის გაკეთება და დიდ მადლობას ვუხდი მე აკადემიას, ყველას, ვინც კი არ გამოვყოფ, თავარი რედაქტორიდან დაწყებული, დამთავრებული ესე რიგით მუშაკამდე, ყველამ რომელსაც ძალიან დიდ ესე ხარდაჭერას ვზნობდი და რედაქტორებსაც, აი გოგია რეზო არ არის დღეს, მაგრამ ნუ ძალიან ისეთი უანგარო შრომა ჩადეს ამაში. დიდი მადლობა და ეხლა შეძლებს დაგვარად გიპასუხებთ იმ კითხვებზე, რომელიც დაიბადება და თქვენც დაგებადებათ. მადლობთ. დიახ, სანამ აუდიტორიაში კითხვები გაჩნდება, მინდა და წიგნის შესახებ, ან მისი თანმიმდევრობის შესახებ თქვენთვის მეკითხა, ბატონ რეზო, როგორც აღნიშნეთ, ფსიქიკური ჯანმრთელობაც ესეთი ცვალებადი მდგომარეობა, ხო, რაც გულისხმობს თვითშემეცნებას, სოციალურ ადაპტაციას და ემოციურ რეგულაციასაც, ხო, ასევე არც თვითრეალიზაცია არის რაღაც კონკრეტული შედეგი და ან მდგომარეობა არის უფრო მეტად პროცესი, რისკენაც მუდმივად ვისწრაფით, ან ჩვენი პოტენციალის რეალიზებას ვახდენთ, ხო? სათაურიც ისე ჟღერს საინტერესოდ და მიმზიდველად და უფრო მეტი რომ გითხრათ კავშირის შესახებ, აი ეს პროცესი და ფსიქიკური მდგომარეობა როგორ კავშირში არის? აი აქ ორი რამ არის მნიშვნელოვანი. ერთი არის რომ დაუშვათ სად ვეძებო თვითრეალიზაციის გასაღები. რა თქმა უნდა შინაგან სამყაროში. იუნგი ესეთ ფრაზას ამბობს ერთი აქ. ვინც გარეთ იყურება ზინავს, ვინც შიგნით იყურება ღვიძავს. ანუ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ უნდა მოვწყდეთ გარეთ სამყაროს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს თუ რას განვიცდით ჩვენ, რა განცდების ზეგავლენის ქვეშ ვართ, ხო? ეს ერთი. მეორეს ერთი ის, რომ ეს პროცესი თვითრეალიზაციის ნიშნავს მაღალი ემოციური ინტელექტის განვითარებას, არა მარტო სააზროვნო ინტელექტის, აგრეთვე მოტორული ინტელექტის განვითარებას და აგრეთვე იმას, რომ ეს პროცესი დაუსრულებელია. ეს არ არის მდგომარეობა, ეს პროცესია. ამიტომ ზოგი ეძახის, როგორც იუნგი ამბობდა, ოპუსს. თავის თავზე შრომას, თავის დახვეწას. და როგორც კარგი მებაღე, კარგ ბაღს, ასე ვთქვათ, ქმნის, ასევე ადამიანმა უნდა შექმნას თავისი ასე ვთქვათ, კულტურა გულისხმობდა აი ამ აგრარული უბნის დამუშავებას ძველ იმაში. აი ესეთი დატვირთვა ჰქონდა კულტურას. ეხლა მაგრამ მე დგება საკითხი მეორე,
სიკვდილთან ერთად თავდება ეს პროცესი? არ ვიცით. ეს გრძელდება თუ არა. იუნგი არ უშვებდა იმას, რომ სიკვდილის შემდეგაც გრძელდება. ამის არც ერთი საბუთი, ამის უამყოფელი არ არის. პირიქით არის ზოგიერთი კვლევა, რომელიც ამბობს, რომ ბილოკაციის შესახებ აი მაგალითად რეანიმაციაში მყოფი, კლინიკურ სიკვდილში მყოფ ადამიანს ეუბნება ეს ერთ-ერთი ესე იგი ვინც ამ კვლევებს ატარებდა და რომ მიპასუხე რაღაცით მანიშნე რომ შენ ეს გესმის. თუმცა რაღაცა დაიხურება, რაღაც ჩამოვარდება. რა არის? შემთხვევითობა. ამიტომ იუნგს ჰქონდა გარკვეული აზრი და ვოლგან პაულესთან ერთად, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატი იყო, რომ მატერიასა და არაცნობიერ გონებას შორის არის რაღაც კავშირი. დაკავშირებულები არიან ერთმანეთთან. ამიტომ ამას სინქრონიზმი დაარქვა, რომ შეიძლება მაგალითად ფრიდრიხ დიდი რო გარდაიცვალა, დაქოქილი საათი გაჩერდა. ვერ ახსნეს. რატო? ესეთი შემთხვევები ხშირია, რომელიც შემთხვევითობით არ აიხსნება. ეს მოკლედ ეს ინდივიდუაცია როგორ არის? ერთია რომ ინდივიდუაციის გზაზე მყოფი ადამიანი გაცილებით უფრო შინაარსიანი ცხოვრებით ცხოვრობს, ვიდრე ადამიანი, რომელიც ასე ვთქვათ, ნაფოტივით მიყვება დინებას. კიდევ არის ის, მაგრამ ეს იდეა აგრეთვე სხვებსაც ჰქონდა. იუნგი ამას ინდივიდუაციას ეძახის. კარლ როჯერსი სრულად ფუნქციონირებად ხალხს, fully functioning people. ეს ეძახის. ანუ რომელიც არა მარტო ცალმხრივად ვითარდება, თავის გათვლით ინტელექტს კი არ ანვითარებს, ემოციური ინტელექტსაც და სხვა მხარეებს პიროვნების. ხო, ეს მოკლედ და კიდე თუ ჩამკითხავთ, კიდე გავშლი ამ თემაზე. კი, ანუ პირველ ნაწილში სხვადასხვა ავტორების მიერ კარგად არის საკითხები ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და თვითრეალიზაციასთან დაკავშირებითაც და აქაც ძალიან შეჯამებულია ძირითადი კონცეფციები და შეიძლება ვთქვათ ბევრი გაცნობიერების და აღმოჩენის გაკეთება. შემდეგ ნაწილზე მინდა გითხოთ ბატონ რეზო, ანუ ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალური საკითხებია შიშებთან, შფოთვებთან, აგრესიასთან და დეპრესიასთან დაკავშირებით არის ქვეთავები, რაც მიემართება როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის, ასევე თვითრეალიზაციის საკითხებს. ხო, ამაზე მინდა რომ გკითხოთ, ამთან ბოლო პერიოდში ძალიან ხშირია და მომართვიანობაც მაღალია ამ საკითხებთან დაკავშირებით. ერთია რომ ჩვენ უნდა განსაზღვროთ, როგორ აღვიქვავს რა მოდელს იყენებს ფსიქოთერაპევტი და ფსიქიატრი ფსიქოპათოლოგიური დაავადებების ასახსნელად. მაგალითად ლაკანი თვლიდა, რომ თვითონ სიტყვაშია მოცემული საზრისი. პათო ფსიქოლოგია. პათოს ნიშნავს დაავადებას, ფსიხე არის სამშვენივრელი და არასული და სწავლება ამას, ესე გვასწავლიან ჩვენ. მაგრამ ამავე დროს სხვა ტერმინია, პათოს ნიშნავს ვნებას, ტანჯვას, პაშიო იქიდან მოდის ეს. ამ პათოსით რატო ლაპარაკობ. და ფსიხე ისე რჩება სამშვენივრად, მაგრამ ლოგოსი არის საზრისი. რა მნიშვნელობა აქვს დაავადებას? პირდაპირ ამას ნიშნავს პათოფსიქოლოგია. რა საზრისი უდევს დაავადებას? რისთვის არის? რა მიზანი აქვს, რომ შენ გემართება დაავადება? ამას ადლერიც აღიარებდა, პირველი რომელმაც გაილაშქრა, ასე ვთქვათ, გენეტიკური ძალიან ესეთი ბიოლოგიური მიდგომის წინააღმდეგ, ის თვლიდა, რომ ადამიანს რა თქმა უნდა განსაზღვრავს წარსული. უდაოა. მაგრამ განსხვავებით რობოტისგან, ანუ რობოტი არის ის, რომელიც მოქმედებს წარსულში ჩადებული გეგმით. სხვა გეგმა არ აქვს. მაშინ რობოტები ვართ.
წარსულის. ამიტომ ის თვლის არა, წარსულს აქვს მნიშვნელობა, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მიზანს და არა მიზეზს. მიზანს, საით მიდიხარ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საიდან მოდიხარ. და მოყავს მაგალითი დემოსთენეს. დემოსთენეს ჩვენ ვიცით, რომ ლოგონევროზები ეს არ არის ორგანული დაავადება, ტვინის დაავადება, არამედ ეს არის ოჯახში არსებული სიტუაციის დაავადება, ურთიერთობებით გამოწვეული დაავადება, ამიტომ ქვია ნევროზი. ყველა ნევროზი არის ურთიერთობის შედეგად გამოწვეული დაავადება. იქ ბიოლოგიურიც მოსდევს, მაგრამ ბიოლოგიური მიზეზი არ არის ამის. ამიტომ რო თქვათ, რომ ლოგონევროზი ქონდეს, ოჯახური პირობები მძიმე ქონდა. ახლა მეორე სოციალური. საბერძნეთში, სადაც ესე იგი თავისუფალ ადამიანად ითვლებოდა ის, ვინ ჭრედდა სათნოებებს. ერთ-ერთი რიტორიკა იყო. ანუ იქ, ასე ვთქვათ, ძლიერი არასრულფასოვნების განცდა ქონდა ადამიანს, რომ ის ვერ ფლობდა ამ ჭეშმარიტებებს. მდიდარი ადამიანი, ანუ ბიზნესმენი დაუშვათ, ეს არ იყო თავისუფალი ადამიანი საბერძნეთში. ის იყო, ვისაც დრო აქვს, ჭრიტოს ეს სათნოებები. ამიტომ ფილოსოფია, მათემატიკა და აღარ ჩამოვყვები. ბიზნესმენი იყო ის, ვისაც ამის დრო არ აქვს. ის ბიზია, დაკავებული. დრო არ აქვს ამისთვის. ამიტომ არ განიხილებოდა თავისუფალ ადამიანად. აი ესეთ პირობებში სოციალური პირობები ცუდი აქვს დემოსთენეს და ოჯახში გენეტიკური წარსული მძიმეა. მაგრამ ამან მიზნად დაისახა, რომ განთავისუფლებულიყო ამისგან, ქვებს იდევდა, ირში გადიოდა ზღვისპირას და ვარჯიშობდა და გახდა საბერძნეთის საუკეთესო ორატორი. აი მაგალითი მოყავს, რომ მიზანი განაპირობებს ჩვენს ბედს და ბედიც არის აქ ჩვენ ვთქვით, რომ ორი ტიპის განმარტება აქვს, ფატუმი და ინგლისურად destiny, ხო? ფატუმი არის ის, რასაც ვერ შეცვლი. destiny არის საით მიდიხარ. destiny, place of destination, ანუ სადაც მიხვალ, ის განაპირობებს დღევანდელ დღეს შენსას. თუ შენ დაგეგმილი, რაც გაქვს დაგეგმილი, აი ეს გეზი განაპირობებს შენ ცხოვრებას. ამიტომ მიზანი განაპირობა. ასევე დაავადებასაც აქვს ამ გაგებით, რომ შეცვალო შენი მიზნები. ტრავმა ბერძნულად ასევე ნიშნავს ერთია, რომ ზედაპირის გახლეჩას, მეორე წაშლას. ახალი ფურცლიდან დაწყებას. დაავადებას ეს მოაქვს, რომ შენ ძველი უნდა შეცვალო. ამ მნიშვნელობა და საზრისი აქვს. და ხშირად ჩვენ რა თქმა უნდა, მწვავე მდგომარეობაში პრეპარატები საჭიროა აუცილებლად და ექიმებიც და ფსიქიატრებიც დიდ საქმეს აკეთებენ, რომ როდესაც ადამიანი უმართავია, ეს რო იქნეს, ასე ვთქვათ, განკურნებული, ну, შეჩერებული, ხო, მაგრამ მე აი ესეთი მიდგომა, არა მარტო ჩვენთან დასავლეთშიც არის, რომ ყველაფერი აიხსნას, ასე ვთქვათ, ბიოლოგიური დარღვევებით. ანუ რას გვეუბნებიან ამით, რომ ადამიანი თავისი დაავადების შექმნაში არ მონაწილეობს. რაღაცა ემართება, ну, შემგან დამოუკიდებლად. არა, ემართება, კი არა, მონაწილეა ამის. მე ისმის საკითხი საინტერესოა და სომატური დაავადებების დროსაც, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს ვერიფიცირებული არ არის. იმიტომ რომ მეცნიერება გეუბნება, შენ სტატისტიკურად უნდა დაამტკიცო ეს. დიდ 1000 კაცზე თუ დაამტკიცე კი და ისე რა, ერთეული შემთხვევები ეს გამონაკლისია. თქვენ იცით რა, სელიეს რა დაემართა. სელიეს აღმოუჩინეს კიბო თვალის. ну, ნობელის პრემიის ლაურეატი, სტრესის ცნების შემომტანი და უთხრეს, რომ შენ დაგრჩა 6 თვე. მეც ვერ იცოცხლებ. რა ვქნათ? ის აღწერს, რომ მე დამრჩა 2 გამოსავალი მქონდა. ერთი რომ დამდგარიყავი დიდ რიგში, ასე ვთქვათ, ვინ ციკლს ელოდება. აბა ვისი რიგია, ჩხარა. ხო, ну, ურიგოთ იქ არავინ არ მიდის, რა თქმა უნდა.
და მეორე რომ რაც ვერ გავაკეთე ჩემს ცხოვრებაში, გავაკეთებდი ამას. და მეორე ავირჩიე, რადგანაც მე ექსპერიმენტატორი ვიყავ. ექსპერიმენტი დავდგი. გავიდა 6 თვე, 1 წელი, 2 წელი, 5 წელი. მითხრეს რომ შენო გამონაკლისი ხარ. აი. და ამიტომ ის წერს თავის წიგნში რომ სტრესსა და კიბოს შორის დიდი კავშირია, დისტრესსა შორის. ხო, ამიტომ აი ეს დაავადება უნდა განვიხილოთ არა როგორც ფსიქოდინამიკური მიდგომა განიხილავს დაავადებას არა როგორც მარტო მიზეზის მატარებელს, არამედ მიზნის, რომ მას მიზანი აქვს, საზრისი აქვს და მნიშვნელობა. მეორე რომ ადამიანი ეს აღმოჩენილია, ყველა ადამიანი ეწინააღმდეგება განკურნებას. ყველა. რომელიც ჭარბობს, რომელიც ასე ვთქვათ, უპირატესობას მოიპოვებს, ის რომელიც განკურნებისკენ წავა თუ ინერციის ძალა, წინააღმდეგობის ძალა. ამაზეა დამოკიდებული განკურნება. და ეს არა მარტო ნევროზის დროს არის, იმიტომ რომ ნევროზის დროს, დეპრესიის, აგრესიის დროს ადამიანი ინარჩუნებს სტატუს quo-ს. ეგ შეეჩვია. და აი ამ დაავადებას მოაქვს რაღაცა, რომ არ ვილაპარაკოთ დაუშვათ მეორად სარგებელზე, ხო, მოაქვს რაღაცა, იმიტომ რომ ამ დაავადებით შენ ცვლი ოჯახში არსებულ ურთიერთობებს. ამიტომ მიზანი აქვს. ამას გარკვეული რომ ხშირად ესეთი მაგალითად ცოლ-ქმარი, რომელთაც ურთიერთობა არ აქვთ. ეს აისახება მათ სქესობრივ ურთიერთობებში. ურთიერთობა რაღაც არ უვარგათ, სქესობრივი ურთიერთობაც არ აქვს, მაგრამ ოჯახი რო არ დაინგრეს, არის ნეგატიური სტაბილიზატორი. ბავშვი ავად ხდება ენურეზით. ენურეზი ფსიქოგენური, არაფერი არ ჭირს ბავშვს. ანუ დედა უნდა ადგეს, მოუაროს. რა დროს დაუშვათ ურთიერთობა, როცა ბავშვი ავად არის. ერთხელ, ორჯერ მერე ის ამბობს, რომ მე რო ბრუნდები, ბავშვსაც სიამოვნებს, როცა დედა უწმინდავს ყველაფერს და სასიამოვნოა მისთვის და აგრძელებს ამის კეთებას და მერე შეიძლება დედამ თქვას, იცი რა, მე რომ გავდივარ იმ ოთახში, მე რომ ბრუნდები და რაღაც, მე ვეღარ ვიძინე, მოდი დავრჩები. და რჩება ბავშვთან. და ქმარიც ყნარად არის. ანუ ბავშვი ფაქტობრივად მათ ეხმარება იმაში, ბრჭყალებში ეხმარება, რომ ურთიერთობა არ დაამყარონ, არ გაარკვიონ ერთმანეთში. ორი უცხო ადამიანი ცხოვრობს. აი აქ არის ასეთ ეს არის, მაგრამ ბავშვი როგორ გრძნობს ამას? როგორ შეიძლება იგრძნოს? ამიტომ ლაპარაკობენ ურთიერთობის ველზე. ეს ველი ქმნის გარკვეულ, ეს ველი არ არის მარტო ბიოველი. საზრისის ველიც არის, რომელიც რაღაცებს აკეთებინებს ბავშვს. აი ეს მაგალითი რა, რომ აქვს მიზანი. ანუ ყველა დაავადებას აქვს თავის მნიშვნელობა და ადამიანს თუ აიღებს პასუხისმგებლობას ამ დაავადებაზე და თვითშემეცნების გზად აქცევს, ეს ძალიან დამხმარე იქნება მისთვის. თუ ყველა დაავადებასო აქვს თუ არა მნიშვნელობა, საზრისი. რატო დამემართა? არა ჩვენ გვეუბნებიან რატო დაგვემართა. ალბათ გადაიტვირთეთ. ყლების პრობლემაც არის. ბაქტერიამ გეუბნებიან რაღაც ახსნას. სადაც შენი მონაწილეობა არ ჩანს. შენ გამოდიხარ რაღაცა, რომელსაც რაღაც ემართება. ამიტომ სასარგებლოა რომ ნახეს ფსიქოსომატური დაავადებების მქონე პაციენტებში ნახეს რომ განკურნება არ უნდათ. ურჩევნიათ ფსიქოთერაპიაზე სიარულს ურჩევნია რომ ეს დაავადება იყოს რაღაც ობიექტური და არა სუბიექტური. მაშინ უნდა გარდაქმნას მთელი სისტემა თავის ცხოვრების და ეს არ აწყობს. ურჩევნია რომ ბაქტერიის გამოყოფილა ეს. არ აწყობს რთული. წარმოვიდგინე ადამიანს, რომელსაც ეუბნები, რომ შეიძლება განიკურნო და ის ამბობს რთულია განკურნება. ხო? მანქანის ტარებაც რთულია თავიდან. მაგრამ მე რო გავარჯიშდები, შენ ადიხარ უფრო მაღალ დონეზე და
სიამოვნებით ატარებ მე. მაგრამ ვინ ამბობს ამას რომ რთულია? მასში არსებული ერთ-ერთი ნაწილი, რომელმაც ჩაიგდო ძალაუფლება ხელში და ეუბნება რომ ეს დაავადებაა დეპრესიის დროს და უშუალოდ შენ არაფერი არ არის ამ ცხოვრებაში ესე იგი კარგი, შენ უნდა და იხსნის პასუხისგებლობას პრაქტიკულად. იხსნის პასუხისგებლობას რომ იმ გაგებით რომ შეცვალოს თავისი ხო მით უმეტ მაგრამ ეს არა მარტო სიღრმის ფსიქოლოგიის იყო ბეკი ესეთი ფსიქიატრი ცნობილი და პრემიაც მიიღო დედა ავატყავდა დეპრესიით და დედაზე დაკვირვებით მივიდა და რას ამბობს რომ სამს შეცდომას უშვებს ადამიანი დეპრესიის დროს რომ გარემო ცუდია მომავლიდან არაფერს არ უნდა ელოდებოდე და მე არ ვარგივარ დაბალი თვითშეფასება მაგრამ ეს კოგნიტური სქემაა ეს არ ბიოქიმიით ეს არ გამოიწვევა მერე ცვლის მერე აი ამას როდესაც შენ ამ შეცდომებს უშვებ მერე ხდება განვითარება დეპრესიის საპირისპიროს ამბობს ის კი არა რომ შენ დეპრესიის გამო პესიმისტი გახდე არა პესიმიზმმა გახადა დეპრესიული ეს მისი აზრი იყო ის არც სიღრმის ფსიქოლოგიას ეკუთვნოდა ესეთი ცნობილი კოგნიტური თეორია იყო ფსიქიატრიაში დეპრესიის განვითარების შესახებ რაც შეეხება აგრესიას აგრესია გარემოა ესეთი აგრესიული რომელსაც ასაჯოლით აგრესიას თვლიდა საწამლავად საწამლავია ამბობდა ფსიქოლოგიურად ის როგორც ტოქსინი ისე მოქმედებს სახში რომ აგრესია იწამლება ოჯახის წევრები ესე არ ჩანს და რაღაც მონაცემებიც მაქვს რომ წამში რამდენი იარაღი იყიდება და ბიუჯეტზე რამდენია დადებული ხო რომ იქ თუ არ მოხდა ომი აგრესიას აწავა ეს ადამიანი არ შეცვლილა მათ შორის ფროიდი როდესაც ეინშტეინთან და იმასთან იყო საუბარი რომ ერთა ლიგაზე წერდა და ძალიან პესიმისტურად იყო განწყობილი რომ იდეა რა იყო ერთა ლიგაში რომ ავირჩიოთ მთელი კაცობრიობაში არსებული გონიერი ხალხი იმათმა მართო სამყარო ეს ამბობდა რომ ვერ ვნახავთ პესიმისტურად იყო განწყობილი რომ ვერ მოილაპარაკებენ გაერო დღევანდელი იყო ერთა ლიგა ბატონ რეზო ბოლოს მინდა გკითხოთ ანუ რეალურად რა შინაგანი და რაღაც გარემო ფაქტორები შეიძლება იყოს რაც თვითრეალიზაციის გზაზე ადამიანისთვის ხელშემწყობი და დამხმარე იქნება ნუ ერთია რომ ვიღაცამ უნდა გითხრას ეს მიგითითოს მეორეა როდესაც ბავშვი გამოდის ოჯახიდან თუ ოჯახი პესიმისტურია ბავშვი იწოვს ამ სოფხედელობას ამით ცხოვრობს იმიტომ რომ მშობლის სოფხედელობა მოქმედებს ბავშვზე ფაქტობრივად ყველა მშობელი უყვება ისტორიას თუ რა არის ცხოვრება და გადასცემს ფასეულობათა სისტემას რითი უნდა იცხოვროს და თუ ეს ფასეულობათა სისტემა არ შეესაბამება რეალობას ამას რაციონალურ ემოციური ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი ფუძემდებელი ეძახდა არარაციონალურ წმენა შეხედულებებს მაგალითად რომ ფული წყვეტს ყველაფერს რამდენჯერა ამის ძალიან ბევრს და ვერ დაუმტკიცებ იმიტომ რომ გონია რომ შენ პროპაგანდისტი ხარ იმიტომ ხა არ გაუყვები ამას მაგრამ ეს წმენა შეხედულებაა რომელსაც ელისი თვლიდა ეს არის ირაციონალური რაციონალობას მოკლებული რომ ყველაფერი გათვლაზე უნდა ააგო უნდა იმეგობრო ვისაც იგივე ფული აქვს არ უნდა გაჩერდე გაჭირებულთან ანუ მეგობართან და მიაღწიო შენსას მეორეს ერთი როცა გიგროვდება ფული იმპულს თვალი ადევს ყველას უნდა ბევრი უარყოფითი თვისება აქვს ისეთი რომელიც მაგრამ
მაგრამ თუ მსოფლმხედველობით ახარ ასე როგორც იუნგი ამბობდა, კომპლექსი აქვს ოჯახს, გამდიდრება უნდა. მაშინ ბავშვი ასრულებს თავის მოწოდების გზაზე კი არ მიდის. ოჯახის დაკვეთას ასრულებს. აი აქ ძნელია, განათლება უნდა იყოს. ჩვენ მაგალითად უნივერსიტეტში ვასწავლით რას? ცოდნას. მაგრამ ცხოვრების ფილოსოფიას ასწავლის ვინმე? არა. რა უნდა აკეთო და რა არ უნდა აკეთო? ხო, არავინ არ ასწავლის. მიუხედავად იმისა, რომ განათლების სისტემაა. ზედაპირული რა, ნუ შენ თვითონ აირჩიე, რა ავირჩიო, როცა არ ვიცი. ეს, მაგრამ ზოგჯერ დაავადებაც გვეხმარება იმაში, რომ თვითრეალიზაციის გზაზე, ასე ვთქვათ, დავდგეთ. ძირითადად მასობრივი კულტურა ამბობს, რომ წარმატებაა თვითრეალიზაცია. გამარჯვება იმაზე, კონკურსზე, ოსკარის მიღება. ეს ეგო რეალიზაცია მასლო ესე თვლიდა. ეს არ არის თვითრეალიზაცია. მასლო მივიდა იმ დასკვნამდე, რა განსხვავებაა თვითრეალიზაციასა და ეგო რეალიზაციას შორის. ეგო რეალიზაცია ერთ ოსკარს რო აიღებ, ნახავ რაც არის. მეორე ოსკარსაც რაც არის. ანუ აღარ იქნება ისეთი ანთებული, რომ მესამე და მეოთხე აიღო. თუ ვიღაცასთან კონკურენციაში არ ხარ და მამა შენს არ გინდა აჯობო, ხო? რომ იმას 5 ქონდა და მე-4 მაგ, აი მე-5-ეს რო ავიღებ. ხო, მაშინ ვიქნები ბედნიერი. ის თვლიდა რას, რომ ისინი ეს არამეტამოთხოვნილებები არის ციკლური. გბეზდება, როგორც კი წყალს დალევ, როცა გეუბნე, აი ხა თელ სიცოცხლეს მიშა ერთი ჭიქა წყალი რომ მქონდეს, მიცემ ერთ ჭიქა წყალს დალევს, კიდევ დალევს, მე რეგეთ აღარ მინდა. ანუ ციკლურია, ქრება. მეტამოთხოვნილება არ ქრება. ანუ ხატვარი მაგალითად რენუარი იყო, მე მგონი, ვისაც რევმატიზმი ჰქონდა ხელების. მაინც ხატავდა. იმდენად რაღაც ისეთი პროცესია, რომ ბეთჰოვენიც დაყრუებული მაინც უკრავდა. ხო, ამიტომ ეს ისეთი რამ არის, რომელიც მეტამოთხოვნილებებში მასლოს რა შეაქვს, რომ ეს არის მშვენიერების მოთხოვნილება, ჭეშმარიტების მოთხოვნილება, აი არ ვიცი ქართულად როგორ გადაითარგმნა, ელაივნეს რომ ცოცხალი ხარ. ამის მოთხოვნილება. რომ გიხარია ცხოვრება, გიყვარს სამყარო, მიდიხარ, ქმნი, არავის არ ემტერები. ეს არის მეტამოთხოვნილება. და აი აღზრდაც ეს ამას ნიშნავდა ბერძნებთან პაიდეა ნიშნავდა, რომ შენ უნდა სრულქმნილი იყო, სრულყო შენი თავი და მერე შუა საუკუნეებში ეს როლი აიღო ეკლესიამ. ზნეობრივი აღზრდის. როგორ უნდა ბედნიერი იყო. ოღონდ ჩვენთან ეს ისეთი კონტექსტით შემოვიდა, რომ ეკლესია არის რაღაცა, რომელიც გრძალავს. ბნელი რეაქციული ძალა, რომელიც გძალავს. კი არ გძალავს, გეუბნება, რომ რა ზნეობრივი კომპასია, როგორ ვიარო. ამას ცდილობს, რომ გითხრას, ხო? მე არ ამბობ, რომ ყველა შემთხვევაში, ესე იგი, ყველა მოძღვარი ზუსტად გეუბნება რაღაცას, მაგრამ თვითონ სწავლებაა, როგორ უნდა მიაღწიო მარადიულს. თვითრეალიზაცია აქაც. როგორ მოხდეს განმტობა. და ინდოეთში რომ პატარა სასტუმროშიც კი ღვთაებაა და ის ლუცოლობს ის მე პატრონი ან რაღაცა ეს ფული არ აკლია, მაგრამ იმდენად მოწიწება აქვს ამ მიღმური სამყაროს მიმართ, რომ გაოცდები. აი ეს დეპრესია. წიგნში დიდი ნაწილი აქვს დათმობილი მედიტაციის შესახებ, რომ გითხრათ, ანუ ამ თვითრეალიზაციასთან კავშირზე. ხო, მედიტაცია, ესე იგი ეს განმარტებულია რა არის, ეს არის ჭვრეტა. ეს არ არის ფიქრი და ჭვრეტას რო იწყებ,
სხვა არის რეფლექსური, არის კიდევ დაუშვათ რეცეპტიული და შემოქმედებითი. შემოქმედებითის დროს შენ ელოდები, რომ შინაგანმა ხმამ გითხრას. ეს შინაგანი ხმა არის თუ არ არის? არის. ოღონდ ჩვენი ეგო და ჩვენი აზრები, რომელიც სტერეოტიპული აზრები ხელს უშლიან იმას, რომ ამ ხმამ ჩვენამდე მოაღწიოს. მაგრამ ამისთვის გჭირდება სიმშვიდე. ეგო უნდა გააჩერო. ეგო არის გეუბნება, რომ ეხლა რა დროს ეგ არის, უნდა გადაიხადო, ეხლა დროზე წადი, გამოთი შეესაკ, აქ არ გააკეთო, ფული გაგადასახდელი, დროზე დაურეკე. და ესეთ მდგომარეობაში რო ხარ, ვეღარ მოусმენ ამას. ეს ერთი. მეორე ერთი მედიტაცია არის ის, რომელიც გეუბნება, რომ შენ საგნის არსებას წდები. ჭვრეტით. მაგრამ რომ დააკვირდე, რომ შიგნით რა ხდება. შიგნით ხდება არეულობა თავიდან რომ დააკვირდები შენს თავს, რომ არეულია ყველაფერი და ვივეკანანდა ამბობდა, ვივეკანანდა იყო ერთ-ერთი ესეთი მოაზროვნე ინდოელი, რომელიც უილიამ ჯეიმსმა დაპატიჟა ამერიკაში და ლექციების ციკლი ჩაატარა ისეთი, რომ ესე იგი სულ სხვანაირი ხედვა გაუჩნდათ ამერიკულ ელიტას ინდოეთის შესახებ და ტესლა დაუმეგობრდა მერე მას. და ტესლამ ბევრი იდეა, რაც განახორციელა ფიზიკაში, ხო? ვივეკანანდასგან აიღო ინდური ფილოსოფიიდან. ის წერდა, რომ ადამიანის გონება არის მაიმუნი. დახტის აქეთ იქ. ამ მოусვენა მაიმუნს ღვინო მისცეს. ის ანუ და საერთოდ გაგიჟდა. მერე მორიელმა უკბინა. მერე და მოკლედ საწოდავ დღეშია. ესე ადამიანის მას სურვილის ღვინო ათრობს. მერე შურის მორიელი კბენს და მერე ამ პარტავნება იპყრობს, რომ მე ვარ. აი ეს არის რაც უშლის გონებას, სიმშვიდეს და აი ამ შინაგანი ხმის მოსმენას. იმიტომ შინაგანი ხმა არის vox, ესე vocation, ხო? ეს არის ხმა, რომელიც მოწოდება. ყველა ადამიანს ეძახის რაღაცა მოწოდება აქვს. რაღაცისადმი და ყველას ეძახის ეს ხმა, ეს ხმას უნდა მოусმინოთ და პლუს კიდე ბავშვში ვნახოთ ეს მოწოდება და აღზრდაც ეს არის, რომ ბავშვში აღმოაჩინო ის, რისკენა აქ მიდრეკილება და რა უნდა. მაგრამ სამწუხაროდ კომპიუტერიზაციამ და ამან გააკეთა რა? ვირტუალურ სივრცეში ადამიანი თავის ამას არ უსმენს. დეფიციტია თვითრეფლექსიის, კი ბატონო, თვითრეფლექსიის, საკუთარ თავთან საუბრის, მერე გართობა ძირითადად. იქამდეც კი, რომ ამერიკელებმა უკვე შემოიღეს ამ კლასიფიკაციაში ფსიქიკური დაავადების, ინტერნეტ თამაშების დარღვევები, internet game disorders. შეკვეცავენ ახლა შეზღუდავენ არსებობს. იმიტომ რომ მავნეა ეს. მეორეს ერთი შენ აი ამ თამაშების დროს მარტივ რაღაცებზე ფიქრობ. მე არ ვამბობ რომ ცუდია, გააჩნია როგორ იყენებ. გააჩნია როგორ იყენებ, ხო? და ეს ფრიც პერლსი როცა ჩამოვიდა ამერიკაში, დაარსა თავისი გეშტალტ თერაპია. აი როცა ვინც კი ჯდება გეშტალტ ჯგუფებში. გეშტალტ თერაპევტები გეკითხებიან, რას ფიქრობ კი არა, რას გძნობ. ეხლა რატო? აღმოაჩინა ესეთი რამ, რომ დასავლელმა ადამიანმა დიდი ხანია ისო დაქორწინდა მანქანაზე. ინდუსტრიალიზაციის გამო. და ის კი არა მარტო შეუყვარდა მანქანა. მაგალითად ზოგი ისე უვლის თავის მანქანას უკეთესად ვიდრე თავის ცოლს. მაწკრიალებს, შეიძლება მოკლას, რამე რომ გაუფუჭო იქ. ხო? და აი ამ ესე ვთქვათ, აი ამ შეყვარების აქტის შედეგად ის მოიხიბლა მანქანით
და ამავე დროს შური გაუჩნდა პერსონალური კომპიუტერის. რადგან კომპიუტერი უფრო კარგი მეხსიერება აქვს, უფრო მეც ითვლის. ამიტომ გაჩნდა IQ. სამსახურში რომ მიგიღონ IQ უნდა კონდეს შესაბამისი. მაგრამ ვერ შევამჩნიეთ ის, რომ ჩვენ გადავიქეცით ემოციას მოკლებულ არსებებად, ზომბებად. პირდაპირ წერს. სადაც არ იცის რას გრძნობს, ამიტომ ემოციურ ინტელექტს უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს ვიდრე IQ-ს შეგუებისთვის. ამიტომ ესეც უნდა განვითარდეს აღზრდაში. ამიტომ ეს ვინც მარტო პერსონალ ჯერ ერთი ის უჩნდება განდიდების, აი რომ შეიძლება შენ ერთ ჩემ მეგობარს ის არის და საფრანგეთში იყო თავის მეგობართან, ის ფრანგია და იმან უთხრა რომ იქნებ დაიყოლიო ჩემი შვილი რომ აიფელის კოშკზე ავიდეთ. ვითომ შენ რო სტუმარი ხარო და ერთად ავიდეთ და შვილმა უთხრა რა თმინდა კომპიუტერში შევედიო და ყველაფერი მაქვს ნანახი. შედიხარ ნებისმიერ ოთახში. რა თუნდა იქ მისვლა. იქამდეც კი მივიდა რომ კომპიუტერით ხდება სექსუალური კავშირი. წარმოიდგინე. დიახ. ისე თუ დავუშვებთ და გავიხსენოთ რომ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. აი ბიბლიას რო კითხულობ, აი პირველ 5 წიგნს, იქოს ძალიან იგრძნობა რა. იგივე აბრაამის კონფლიქტი ეგვიპტურ ცივილიზაციასთან, იოსების, მოსეს ერთად გარბის. და სულ იმისადმი განცდა მაქვს, რომ გარბის იმიტომ, რომ ყველა ადამიანი ერთმანეთს გავს. და ამას უნდა ინდივიდუალობა შეინარჩუნდეს, შეუნარჩუნოს თავის ერს. ეუბნება იცოდა, ცოტა ხანი რო დარჩეთ ამათთან და აი ამათ კეთილ ის რაც არის რა, ასე ვთქვათ. სიმდიდრეში. ხო, სიმდიდრეს მიეჩვიო. იმ ყველაზე მთავარს დაკარგავთ, რასაც მე 1000 წლეული შეიძლება დაჭირდეს რომ ვიღაცამ აღიდგინოს და მოდით ახლა ვეწავით. აი უბრალოდ ისე ვთქვი რა. კი ბატონო, ამაზე არის ეს ერთ-ერთი გარდაიცვალა ახლა. ერლ ჰოპერი იყო, რომელიც ამბობდა რომ არსებობს მასიფიკაცია და აგრეგაცია. დასავლეთს ჩვენ საბჭოთა კავშირის დროს მასიფიკაცია ერთნაირად უნდა ერთნაირი იმაში უნდა ყოფილიყავი. და ინდივიდი იკარგება დაუშვათ ისეთ კულტურებში. და იქ არის აგრეგაცია. ანუ ატომიზაცია. ერთად არიან, მაგრამ არ ურთიერთობენ. მეორე უკიდურესობა. ერთს კიდევ ვიტყვი, აი თქვენი საუბრის დასაწყისში მაგ გამიჩნდა. აი საბჭოთა სკოლის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რა იყო? რაღაც იმას მიზანს უსახავდნენ პიროვნების, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბების თვალსაზრისით და ის პიროვნება არც ერთისთვის არ იყო მისაღები ბავშვებისთვის, რომელიც იმ შესაბამისად უნდა ამიტომ სკოლა იყო წარმოუდგენლად კონფლიქტური. პრინციპში იდეოლოგიური, ხო? კი. იმიტომ რომ კომუნიზმი როდის იქნება არავინ არ იცოდა და სკოლის დანიშნულება იყო კომუნისტური ახალი ადამიანის შექმნა. რომელსაც არავინ არ ეზიარებს. არც განიცდიდა არავინ. თავს მოხეული იყო. მაგრამ ამავე დროს კონსერვატორიაში იმაში კარგად ასწავლიდნენ, ეს იცოდნენ. აი აქ რომ როგორ გაუღვიონ მოწოდება, იყო გარკვეული იერარქია, იცავდნენ და მერე გთქვეს რომ წარმოიდგინე, ის არის კაი მუსიკა, რომელიც კარგად იყიდება. ეს ხო მეორე უკიდურესობაა. ამით შენ ჩაიკოვსკი იყო ჩასტუშკების, ესე იგი ჩაიკოვსკის უნდა გადაეწყვიტა მეფის იმპერატორის ბრძანებით, რომელიც ჩასტუშკაა, კარგი, რომელი არა. ეს არ ვარ გამბობდა. ამით გემოვნებას დიდა ერში. აბა. მაგრამ ეხლა სხვა არ შემოდის, თუ გაიყიდა იყოს რა გინდა, ბესტსელერი. ეგეც არის. მოვისმენ კიდევ ერთმა ჩემმა კონვერგენტული და დივერგენტული აზროვნება. იქ სადაც რაღაცაში კონფრონტაციაში მოვდივარ დივერგენტის შემთხვევაში და
ანუ რაღაც კრიტიკული თვალით უყურებ რაღაცას და ვამუშავებ რაღაცას, თვით რეფლექსია არის განვითარებული. კონვერგენტ სისტემა ძირითადად ორიენტირებული არის, რომ კონვერგენციული ხო, აი რაღაც ეს იყო საუბარი, რომ ინდივიდუალიზმი არ ჩანს, იმიტომ რომ ინდივიდუალისტი ტიპი, რომელიც გადის ამ პროცესს, ხო ძალიან ბევრს მუშაობს თავის თავზე და არ არის მარტივად სამართავი. მას თავის სურვილები და გაცნობიერებული აქვს ეს სურვილი. და შეიძლება ანუ ესე მარტივად არ მიიღოს რაღაც კონკრეტული მოცემულობა, ან შეცვალოს. კი ბატონო, მაგრამ მე უნდა ვთქვათ, რომ ინდივიდე ნიშნავს ის, რაც არ იყოფა. ხო. და არა რომ ეს ჩემია და ეს შენია. იქაც უნდა გავიგოთ, რას ნიშნავს ინდივიდი. ინდივიდუალიზმი ჩნდება პროტესტანტიზმის შემოსვლის შემდეგ. ძალიან კაი წიგნია მაქს ვებერის პროტესტანტიზმი როგორც კაპიტალიზმის სულისკვეთება. ეს ერთ-ერთი საუკეთესო წიგნად ითვლება სოციოლოგიაში. მე-19 საუკუნის, მე-20 საუკუნის დასაწყისში. მაქს ვებერ სოციოლოგი იყო გერმანელი. იქ კარგად აღწერილი, რომ ეს ინდივიდუალური შრომა. ამიტომ აი პროტესტანტული ქვეყნები მდიდრები არიან. ქვედა ისინი არის, იმიტომ რომ იქ შენ გაქვს მარტო ურთიერთობა ღმერთთან, შენ შრომობ, ყოველდღიურად აკეთებ ამას. ყველაზე მნიშვნელოვანი არის შრომა. იტალიაში უფრო ურთიერთობა ვიდრე შრომა. ამიტომ ეს განცალკევება ხდება ურთიერთობასა და შრომას. სადამ აქვს შენი დრო? ესპანეთში 2 საათი შეიძლება გრძელდებოდეს სიესტა. ურთიერთობა უნდათ. რა არის? ამიტომ პროტესტანტები ესე იგი აკრიტიკებდნენ კათოლიკებს, რომ რა ამბავი დღესასწაულები გაქვთ, ხო? როდესაც შრომობთ. ისინი ამბობდნენ, რომ შრომისთვის არ დაბადებულა ადამიანი. ღვთის დიდებისთვის, ურთიერთობისთვის. ამიტომ ჩვენ ზოგიერთს უჭირს, როცა ჩავა ესეთ პროტესტანტს, რომ ყველა შრომობს, დრო არ აქვს ურთიერთობისთვის. ორი თვით ადრე უნდა ჩაეწერო, რომ შეხვდე ვიღაცას. მეგობარს ეუბნები, რომ 17 მაისს 4 საათზე მოვალ. და მართლა მოვალ. აქ ეს არ მუშაობს. აქაც ესეა? კი ბატონო. კიდე რა კითხვებია? ბატონო რეწო, ძალიან დიდი მადლობა რეალურად ამ წიგნს შეხებით ესეთ ფსიქოლოგიის და ფილოსოფიის ძალიან ცენტრალურ საკითხებს. დიახ და ამ მომწურავად და მნიშვნელოვნად განხილულია ეს საკითხები წიგნში. მოდროს დავინტერესდი ცნობიერ ან ნაკადი რო ქვია ცნობიერების, როდესაც ჩართული ხარ ბოლომდე იმ საქმიანობაში, რომელსაც აკეთებ, კონცეფცია ფსიქოლოგიაში. და მაინტერესებს ეს თვითრეალიზაციასთან რა კავშირშია, მაგალითად, როდესაც რაღაც მომენტებში ბოლომდე როცა ხარ ჩაძირული საქმიანობაში, ანუ ეს გაახლოვებს იმ მომენტს და თქვა ასეთია, ეს არის ის საქმიანობა, რომელიც რეალურად შენია? ანუ როცა ამ მდგომარეობაში ხარ ცნობიერების ნაკადი მდგომარეობაში. ესე იგი გეგმა ესეთი არ არსებობს, რომ ჯერ ის და ასე რომ ნაბიჯრაბიჯ რომ აქ ლაპარაკია, რომ შენ ცნობიერების ნაკადი რა არის? ჩუმდები, უსმენ, ან აყურადებ რა მოგდის თავში. ამას აფიქსირებ, მაგრამ არც ერთთან არ იგივდები. და რამდენიმე თვის ესეთი მედიტირების შემდეგ მოდის სიცარიელე. აღარაფერი აღარ მოგდის თავში. ამით შენ ამ მაიმუნს აწყნარებ. აღარ დახტის გონება. ეგოს გონება. მაგრამ მერე ჩდება, რომ შენ მოგდის სხვა აზრი, რომელიც გეუბნება რა გააკეთო და ზოგი თვლის ფიზიკოსი, რომ ეს არის კვანტური გონება. არნოლდ მინდელი ეძახდა ამას, რა ქვია, process mind. პროცესული გონება, რომელიც კარნახობს, მაგრამ უნდა მოусმინო, უნდა დამშვიდდე. აი, ჩინელებს აქვთ ეგეთი გამოთქვა, იმიტომ რომ ამის ახსნა ცნებითად ძალიან ძნელია. ამიტომ მეტაფორებს იყენებენ. ნახე, შენ რომ ზის ბრწყინვალება დაინახო,
თუ ღელავს ტბის ზედაპირი ვერ დაინახავ. წყლის ზედაპირი უნდა იყოს მშვიდი, წყნარი, მაშინ არ ეკლავს ის მზეს. ამიტომ ჩვენი პატარა გონება უნდა იყოს მშვიდი. თუ უნდა რომ გაიგოს ეს. როდესაც შენ ფუსფუსით ხარ მოცული, ან როდესაც შენ კომპლექსით ხარ მოცული იმ კომპლექსით, რომელიც შენ გწამლავს, ან შურით, ან ბრაზით, იქ არაფერი არ ჩამოვა. ან პაექრობით. ხო, არ მოვა იქ არაფერი. ეს არ ნიშნავს საერთოდ არ მოვა. სანამ არ განთავისუფლდები ამისგან. ანუ გარკვეულწილად, როდესაც იუნგს კითხეს, რა არის კომპლექსი? კომპლექსის განმარტება მისი რა არის? ეს არის აფექტურად, ანუ ძლიერი გრძნობებით, ანუ ძლიერი ენერგიით დამუხტული წარმოდგენების ერთობლიობა. რო კითხეს რა განსხვავებაა, ანუ ეს არის რა განსხვავებაა, მაგალითად ავისულით შეპრობილსა და კომპლექსს არაფერია, ტერმინოლოგიურია. ანუ რაღაცა ისე გიპყრობს, რომ შენ საზიანოდ აკეთებ ბევრ რამეს. ანუ გონიერი არსება ამას არ გააკეთებს. ამ კომპლექსს უნდა განაღვა. რომ ეს ენერგია გამოაცალო მას. საიდან ჩდება ეს? დედის კომპლექსი, მამის კომპლექსი, ხო? საიდან ჩდება? ოჯახიდან. ოჯახიდან თუ აი მაგალითად გოეთეს შვილი ყავდა ლოთი. რატო? ძნელი ასეთ ადამიანის გვერდით ცხოვრება. ჩრდილავს. ამიტომ ყველა ეკითხებოდა ისა ვიმე რა მამა ყავდა შენ? ფანტასტიკა. შენ რას აკეთებ? რა უნდა გავაკეთო ესეთი მამის გვერდით? თუმცა კარგი თანამდებობა ჰქონდა. იუგის შვილიშვილმა მითხრა რომ ცვირიხიდან წავედი. დავტოვე ქალაქი. ყველა მეკითხებოდა რას აკეთებ? ძნელია. ამიტომ ერთ-ერთი ახსნა რომ ფროიდის არც ერთი მხოლოდ ქალიშვილი წავიდა მე მგონი ფსიქოანალიზში. დანარჩენი შვილები ყველა სხვაგან წავიდნენ, იმიტომ რომ არ იყო ეს დადებითი ზეგავლენა მათზე. ამიტომ ეს კომპლექსი დაუშვათ რისი კომპლექსები არსებობს უთვალავი, ხო? და ამ კომპლექსების უკან არქეტიპებია. ანუ როლები რაღაც სცენარის შედეგად რა. სცენარის ზეგავლენის ქვეშ ექცევი და ის გაკეთებინებს რაღაცას. ჩვენ ილუზია გვაქვს, რომ ჩვენ ვაკეთებთ ამას. არა, გვაკეთებინებს რაღაცა. ამიტომ როდესაც ამ თვითრეალიზაცია არის, რომ შენ ეს კომპლექსის განაღმო, გააცნობიერო, აღიარო, რომ დაუშვათ, რომ შურიანი ხარ. აღიარო ეს, მიიღო ეს. და მე დააკვირდე, რომ რატომ ვარ შურიანი ესე და მე არჩევანი გააკეთო, რომ ამისგან განთავისუფლდე. მაგალითად გერცენი ამბობდა, რომ თუ რუსს შეშურდა და გერმანელსაც შეშურდა, რომ კაი სახლია. გერმანელი უკეთეს სახლს ააშენებსო და რუსის სახლს დაგიწვავსო. გერცენია, მე ჩემი სიტყვები არ არის. და ერთი ფილმია ესეთი, რა ქვია, რაზანოვის გადაღებული, ყურიცა ჯაბა. სადაც რომელიღაც კოლმეურნეობაში რომელიღაც ქათამი ოქროს კვერცხებს, ნამდვილ ოქროს კვერცხებს. გაატყდება ერთი ამბავი კოლხოზის კოლმეურნეობის თავმჯდომარე ეუბნება, რომ ეს ეკუთვნის კოლმეურნეობას, შენი საკუთრება კი არ არის. მოსკოვიდან ჩამოდის მაფია, რომ სად არის ოქრო მოგვეცი. იქ ერთ-ერთი ნაწყვეტია, რომ ერთ-ერთი ფერმერია, რომელსაც ყველაფერი აქვს, ორსართულიანი სახლი, 3 ჯიპი, კარგად ცხოვრობს და ერთ-ერთი გოგო უყვარს იქ კოლმეურნეობის წევრი, რომელიც გამომყევით ცოლათო და ეს ასე უნდა, ჯერ დაწვიეს ყველაფერი და მერე გამოყვებიო.
აღმოედგინე. შეიძლება ითქვას, რომ ან თვით რეალიზაცია ინდივიდუალიზაციის ნაწილი რაც არის და თვითონ პროცესია არის ზუსტად აი ამ კომპლექსებისგან განთავისუფლების პროცესი და აი გადალახვის რომ რაღაც აი პრაქტიკულად გავლენის ქვეშ რო არ იყო. უბრალოდ აირჩიო მერე უკვე შენი არჩევანიდან გამომდინარე იქნები დაწვავს ახს თუ მაგალითად უკეთესაა შენ. ხო, მაგრამ შენ ამავე დროს კულტურის ნაწილი ხარ. შენ თუ გეუბნებიან გზას გაწვდიან, მიდი და დაწვი, კაცო, რას ფიქრობ ბევრს. დაუწვი სახლი და დაწნარდები. თუ ეს ამას სოციუმი იღებს, მაშინ შენ გაყვავებული გზით მიდიხარ. ეს არის რომ გებატონო. ის საუბარი არის ხოლმე ხანდახან, რომ როდესაც ინდივიდუალიზაციის გზაზე მიდის ადამიანი, ან თვით რეალიზების გზაზე ხანდახან ხდება ისე, რომ გარემოში მისი მსგავსი ადამიანები შეიძლება ბევრი არ იყვნენ. და გამოდის, რომ ცოტათი არაიზოლირებული, მაგრამ მაინც ნაკლებად, ასე ვთქვათ, ჩართული ხარ სოციუმში. რამდენად ახლავს თან ეს ამ პროცესს. ხო, შეიძლება აქ უნდა ნახოს ისეთი ადამიანი, მეგობრობა რა არის? მეგობრებს შორის არის მსგავსი ფასეულობები. სხვადასხვა ფასეულობის მქონე ადამიანი, ვისთანაც შენ რაღაცა საერთო არა გაქვს, ვერ იმეგობრე. ზოგს მაგალითად ბავშვობის სკოლა მოგონებები აერთიანებს, საერთო აქვს რაღაც. თუ საერთო აღარ არის, მორჩა მეგობრობა. ამიტომ ადამიანი, რომელიც ისეთ იმაში გარიყული არის, ესეთი, იმიტომ რომ თვითრეალიზაციის გზა არ არის იოლი. უნდა გარიყული იყო გარკვეულწილად, რომ არ მიყვებოდა გაყვალულ მეინსტრიმს. შენით უნდა, შენით, მაგრამ ესენი რას ამბობენ, იცი? ეღიმებათ ეს იოგებს და ამბობენ, რომ შენ ნახე ორი ხედვაა სამყაროს. ერთი რომ შენ გემართება რაღაცა ობიექტური შენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. მეორეა შენ ვითარებებს, ცხოვრებისეულ ვითარებებს, მოვლენებს იზიდავ. იმის და მიხედვით რას ფიქრობ, რას აკეთებ, რისკენ მიისწრაფი, აი ეს რასაც აკეთებ, ამით იზიდავ. ამიტომ გეუბნებიან, აი მასლოს ის აქვს, რომ ჯერ თუ პური არ აგაგ და ბაზისური მოთხოვნილებები აქვს, ჯერ ეს უნდა დაიკმაყოფილო, რომ ჰაერი უნდა კონდეს, საჭმელი უნდა კონდეს და მე ვფიქრობ თვითრეალიზაციაზე. აღმოსავლეთი ამბობს, თუ შენ ამ გზაზე მიდიხარ, პური თავისით გამოჩნდება, ნუ ღელა. იმიტომ სამყაროა ისე მოწყობილი, სამყაროს უნდა რომ თვითრეალიზება მოახდინო. დასავლეთს ეს აქვს, მაგრამ ჯერ ეს, მერე ეს, მერე ეს, მერე ეს. ხო და მეორე არის, რომ ესე იგი შენ ქმნის შენს ბედს, იმის და მიხედვით რით ხარ გამშვალული, რისკენ მიისწრაფი. ამიტომ თუ შენ ოჯახს გეთანხმები, რომ იუნგი ამბობს, რომ ძალიან ძნელია ბავშვისთვის, რომელსაც ესენი ეძახიან როგორ, რომ არსებობს ეგოსა და თვითობას შორის ღერძი. ყველას აქვს ჩადებული, მაგრამ ყველაზე მოწყვლადია ადამიანს, რომ ეს ღერძი ზოგჯერ ზიანდება დროებით. მაგრამ ყველაზე მოწყვლადია ბავშვი. როცა ამას არ უვითარებენ, უბლოკავენ ამას. რა თქმა უნდა, იქ სადაც შენ კრიმინალურ მენტალიტეტში გაიზარდე, იქ ამით ახარ გამსჭვალული. შენ არ ფიქრობ ამას, რომ ეს ცუდია. ან თუნდაც ნევროტულ გარემოში. კი ბატონო, ცუდია. ამიტომ შენ იმეორებ ამას და გონია რომ ეს სწორია და ცხოვრობ იქ, რაზედაც ფიქრობ. და მეორეა შენ უნდა დაუპირისპირდე შენ ახლობლებს. როგორ არის იქ იმაში, რომ მე ხმალი ვარ, რომ მახვილი ვარ, რომ შვილი იმას დავაცილო, ხო? სახარებაში. მე არა ვარ ის, რომელიც და იმიტომ თუ სხვადასხვა, მაგრამ მახვილად მოვედი, და ხო, რომ გაყორათ, იმიტომ რომ თუ მე ნევროტიულ გარემოში ვიზრდები, მე უნდა დაუპირისპირდე მას, აღარ გავიმეორო და ამ გაგებით მე სხვა ცხოვრების სტილს ვირჩევ და ამით
უპირისპირდები მეინსტრიმს. და ის გეუბნება შენ რას აკეთებ? ვერ ახარ კარგად. შეიძლება ესე ერთხელ სტალინზე დავწერე რაღაცა. და ვაჩვენე მამიდაჩემს. და მამიდაჩემმა მითხრა ასეთი რამ იცი რომ ისეთი რაც გიწერია, რასაც ყველა წერს. აი შენ თუ მოახერხო იმის ჩვენებას. აი ეს პატარა ბავშვია, რომელიც იმ ლექსებს წერდა. როგორ იქცემ სატანათო. აი ეს მაშინ საქმე იქნებაო და ისე ეს არაფერი არ არის გიორგი ყველა მასეთ რაღაცას ამბობს მაგას. და მეორე მაგალითი ალბათ არის ფიროსმანი. აი იზოლაციის და იმის. იქ ხო იქ სხვა ტრაგედია ალბათ ძალიან დიდი, იმიტომ რომ ქალაქსა და სოფელში დაარღვეული კავშირი, რომელიც ხო ერთბაშად გაწყდა, ამ ქრები, რომელიც გაქრა ეს, ყარაჩოღელები წავიდნენ და ეს კაცი უცებ აერში დიდია და თვითონ ვერ მივხვდა ვინ არის, ხო და გაბობს და ხატავს და ხო, ანუ ხო. თანაც ამბობდა რომ წმინდა გიორგი მადგასო ხეებს და მეუბნება დახატე ნიკალა დახატეო ეს ის შინაგანი ხმა ეს შინაგანი ხმა ვოქს აბა მაგრამ ეს ჰალუცინაცია კი არ არის შეიძლება ჩვენ ვურევთ ჰალუცინაცია რა არის როდესაც ამ შინაგან ხმას ფსიქიატრი ვარ და 70-იანი წლებია რაღაცაში გამოვიკითხე და გაუზიარე ჩემ კოლეგებს რომ შინაგანი დიალოგი არსებობს და შენ კარგად გესმის თუ გარედან გესმის ეჭვი შეეპარა ხوار ცოტა ხوار გააფრინა გარედან ხوار გესმის ოღონდ იქ როგორ არის იცით რომ არსებობს ჰალუცინაციები როდესაც ადამიანს ათავსებენ სრულიად ჯანმრთელს სენსორულ დეპრივაციაში ანუ სრულ სიჩუმეში ეწყება ჰალუცინაციები ხმები პროექცირება ხდება შინაგანი სამყაროს გარეთ სრულ სიჩუმეში თუ ხდები პრაქტიკა არსებობს ხო ამიტომ როდესაც შენ ნარკოტიკის ზეგავლენის ქვეშ ხარ ხდება ეს ნარკოტიკი კი არ აკეთებს ამას ნარკოტიკი დაბლას წევს ცნობიერების დონეს და ამოდის თავისუფლად ის რომელსაც ვერ უმკლავდები არა ცნობიერი მასალა და ეხლა რაც შეეხება ფიროსმან სტალინს ეხა ინდოეთში ვიყავი და ჩერჩილზე უთხარი რომ გმირია მეთქი და რას ლაპარაკობ რა გმირიო იმდენია ჩახოცილი ხალხიო აქო მე შემეცვალა მე მეგონა რომ ინგლისელებმა ხო შემოიტანეს მეთქი რაღაც ცივილიზაცია ერთ ენაზე გალაპარაკეს კულტურა შემოიტანეს გამოჩერეს რომ იმიტომ რომ ესე იგი ხელებს უმტრევდნენ იმებს თითებს რომ კონკურენციაში არ ყოფილიყო აბრეშუმის წარმოებლებთან საშინელებებს აკეთებდნენ ანუ გარეგანი განდის გამათავისუფლებელი ის რო იყო მოძრაობა ხო მაშინ იყო რომ გარეგან ტერს მოგაშორებთ რომ შინაგანი დაინახოთ ანუ ადამიანები როდესაც ხედავდნენ იმ მონობაში ტერს მაგრამ შინაგანი ანუ განდიც რას ამბობდა არ ჩაერიო შენ ძალადობაში და ეს არა ეს რელიგიური ქვეყანაა როდესაც უთხრა რომ მარილი არ იყიდოთ არავინ არ იყიდა და გაკოტრდნენ იქ ბრიტანელები ბევრი სხვა გზა არ ქონდა ვერაფერი ვერ უქნეს დაიჭირეს ყველაფერს უნდათ გაქრობა მაგრამ გარშემო იყო ისეთი მისი ხალხი ერთგული იმათ ვერავერს მოკლავდნენ მეორე მოვიდოდა პირიქით და ნახეს რომ აზრი არ აქვს თორე ისე არ დათმობდნენ იმას ვინ დათმობდა დიახან ბატონო ეს პირველ რიგში დიდი მადლობა ასეთი საინტერესო წიგნის შექმნისთვის და ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს როდის დავიწყებ. ეხლა რომ საუბრობდით აი თვითრეალიზაციაზე და ინდივიდუაციაზე, ეხლა ესეთი ინსაიტი მქონდა, რომ ესე ვთქვათ, იყო ცხოვრების რაღაც ეტაპი, როცა მეგონა რომ მიზნის რეალიზება იყო თვითრეალიზაცია. მე რაღაც ეტაპზე, როცა მოვიდა ცოტა სხვა ცნობიერება, რომ უფრო მეტად მოხდა ეს ინტროექცია, რასაც თქვენც ისაუბრეთ და იმ თვითებასთან მიახლოების მცდელობები, მე შეიცვალა რაღაცა და ეხლა ანა საუბრობდა თითქოს აი რომ
გეცლება რაღაც გარშემო ესე ვთქვათ მეგობრები ვინც ამ გზაზე რაღაც განსხვავებულები ხდებიან, მაგრამ მეორეს მხრივ ახასიათებს ესეთი რაღაცა, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რომ თვითრეალიზაციის გზაზე ყველაფერი მარტივად გამოდის. ანუ თითქოს მთელი სამყარო გეხმარება და შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ ეს მაინც დაუკავშიროთ სწორედ ამას, ანუ ინდივიდუაციას, ანუ თუ ვცდილობთ, რომ საკუთარი ნამდვილი მე შევიცნოთ, ამით ვდგებით თვითრეალიზაციის გზაზე და მე მართლა ყველაფერი მარტივად გამოდის. თუ თქვა ასეც არ არის. არა, თვითრეალიზაცია, ესე იგი როგორ გითხრათ, რომ ეს როცა გეხარ თვითრეალიზაციის გზაზე, აი წარმოიდგინე, რომ ეს არ არის ბოლო ინსტანცია, რომ რაღაცა იოლად ჯერსეთი იოლა, ანუ შენ ერთ-ერთი თვისება მორჩილებაა. ანუ ყველაფერს, რასაც გიგზავნის ცხოვრება, ეს ცნობიერების დონე ესეთ სასიკეთოა. რაღაცისთვის გამოგეგზავნა. და შენ ამას იღებ. და მე ხედავ, რომ ეს რაღაცა ხელი გმართავს. კარგისკენ, მიყევ ხარ. მაგრამ ამას სჭირდება ცნობიერად, იმიტომ რომ შეიძლება ხმა გაგესმე, რომ გადახტი და მოკვდე. ეს სხვა ხმა არის უკვე, ხო? მაგრამ აქ არის ჩამოთვლილი, როგორი არის თვითრეალიზებული ადამიანი. პირველი შედარებით თავისუფლები არიან ფსიქოლოგიური პრობლემებისგან. ახორციელებენ საკუთარ გენეტიკურ პოტენციურ შესაძლებლობებს და აცნობიერებენ საკუთარ სურვილებს. არ იმეორებს სხვისას. ბაზისური მოთხოვნა მეტნაკლებად დაკმაყოფილებულია, არ ჭირდება ეს ბაზისური. აქვს. კი ბატონო. რეალობა საღათ აფასებს. როცა დამარცხდა არ ამბობს, რომ გავიმარჯვეთ. ხო? ინტიმური მეგობრობისთვის გახსნილი არიან. მეგობრობა იციან კარგი. აფასებენ სხვის პრივატულ ცხოვრებას და საკუთარ მარტოობასაც. კომფორტულად გზნობენ თავს იმ ხალხისგან განსხვავებით, რომელსაც მარტო დარჩენის ეშინიათ. არავის განიკითხავენ იმ ხრივ, რომ აი რატო ესე, რატო ესე, იმიტომ თავისი გზა აქვს. არა აქვს დრო იმისთვის, რომ ვიღაცას უყუროს ჭუჭურტანაში, ხო? ბევრი უყურებს, სხვისით ცხოვრობს. ექსპლუატაციას არ უწევენ არავის. იუმორი არ არის დამამცირებელი სხვებისთვის. და ხშირად აქვთ პიკური განცდები. პიკური განცდა ნიშნავს, რომ შენ გეძლევა განცდაში, რომ შენ მარტო არ ახარ ამ სამყაროში. ეს არ არის ჰალუცინაცია. რომ რაღაცა უსასრულოსთან განცდა და ეს მასლოდ თვლიდა, რომ ეს პოეტებს და ფილოსოფოსებს უფრო აქვთ, ვიდრე ფსიქიატრებს. იმიტომ რომ არა, უფრო, იმიტომ რომ ფსიქიატრი უყურებს ყოველთვის შიშის დრო, ეს რამე მოჩვენება არ იყოს. DSM-4 აქვს აფარებული და იმის და მიხედვით ეშინია, ხო? მიუხედავად იმისა, რომ იუნგის ფსიქიატრი იყო, ჩვენ ლაპარაკობთ ფსიქიატრიაზე, რომელიც ყველაფერში მე წარმოვიდგინეს, სწავლობდი ფსიქიატრიას მაშინ, როცა ამბობდნენ, რომ პავლე მოციქულს მოჩვენებები ჰქონდა. ღმერთი რას ნიშნავს გამოეცხადა? галлюცინაციები ჰქონდა. ეს შეითვლებოდა. ან ტაბუირებული იყო ამაზე ლაპარაკი. მე ესეთი კითხვა დამებადა, როგორ შეიძლება ეს ავადმყოფები და ეკლესიაც არის რაღაც ჩამორჩენილი ხალხი და იქ წინათ 60-იანებში და 70-იანებში ეკლესიაში აი ძველი მოხუცი რუსი ქალები იჯდნენ რუსულ ეკლესიასთან და ფიქრობდა ამათმა რა იციან, რომ ცენტრალური ნერვული სისტემა არსებობს, რომ სილვის ღარი არსებობს და რაღაცა ისმის. მაგრამ ბავშვი ვიყავ და კარგად მახსოვს. გადავშალე იყო ფილოსოფიური ენციკლოპედია. ხედავ ჰეგელი. ამბობს, რომ ჯერ იდეა იყო, მერე ეს სისულელე რაღაც. უყურებ, რომ ეს არ არის, ჭკვიანი თვალები აქვს. აი ამ, ესე იგი,
ეს არ იყო კარგი სურათი. შავ-თეთრი სურათი იყო. აიქიდან იმოქმედა ჩემზე. მე დავიწყე ქექვა წიგნების. მე ის წავიკითხე, ისმის. მე ვნახე რომ ესე არ არის. მე ვნახე რომ ის ვიღაცა ამბობს, მე ვნახე რომ იასპერსის სულ სხვა რამეს ამბობს. ანუ დეკონსტრუქცია მოხდა აი ამ რა ქვია, ფილოსოფიას, რასაც სკოლაში მასწავლებდნენ. დიახ. მაგაზე ამბობს მამარდაშვილი, რომ როდესაც ინფორმაციის ნაკლებობა ნებისმიერი წერტილიდან შეიძლება დაიწყო, თავარია სად მიდიხარ. რა თქმა უნდა. ხო. ანუ რას ვამბობ, რომ შეიძლება ჩვეულებრივმა მოვლენამ გაგიხილოს თვალი. ჩვეულებრივმა მოვლენა. აუცილებელი არ არის, რომ სადღაც წახვიდე და დაამთავრო ჰარვარდი, რომ თვითრეალიზებული გახდე, არა. ანუ თვითრეალიზაცია არის შიგნით. არც ის რომ ჩვენ როცა შევალთ სადღაც და მე ყველაფერი დაალაგდება. არა, არაფერი არ დაალაგდება, იგივე ვართ, რაც ვიყავით. თუ არ შევიცვალეთ შიგნიდან, დიახ. რაღაცაზე წვი რა. კომუნისტების დრო იყო იმის წინ რა ქვია, ფილარმონიის წინ იყო პოლიტიკური წიგნის მაღაზია. რო შეხვიდოთ მარტო ისენი იყო რა ქვია, პლაკატები, იყო მარქსი, ისა ენგელსი და ლენინი. ჯერ წავიღე ენგელსი, მე წავიღე მარქსი, მე ლენინიც წავიღე, იმიტომ რაღაც ხომ და წამეკითხა რა, მაგრამ პრინციპში არ აქვს მნიშვნელობა, ბოლოს მაინც მიდიხარ იმასთან და იმასთან გამო. კი ბატონო, ხო. მაგრამ უნდა დავაფასოთ ქართული სკოლა ფილოსოფოსების. წერდნენ რას? ერთ ფურცელზე ეწერა მარქსის ლენინიზმის, ესე იგი, ქართლ-ცეცხლში იყო კრიტიკა, ბურჟუაზიული ფილოსოფია. მე იყო აი ამდენი უკვე დიდი. წერდნენ რას ამბობდა ის. რუსეთში ეს არ იყო. ნუ ალბათ იმიტომ რომ მაინც ძველი კულტურის ერი ვართ. არა, ამას აკეთ ნიკო ჭავჭავაძე იყო დირექტორი ფილოსოფიის ინსტიტუტის და მთავრობაც ცეკაც ხუჭავდა თვალს ამაზე. აი კანტი გურამ თევზაძის კანტი იყო გამოცემული ამ ხელაწირი 85 წელს. მე მაგ მითხრა ჩემმა მოსკოველმა მამამ. ჩვენთან რასაც იმაშობენ, მაშინ რაღაცა დაბეჭდა საღამოს. მაგას რომ აბა ეს არის ისეთი პოდკასტი. შუა საუკუნეებში. აბა ეზარებოდა ბოლომდე წაკითხვა თქო, რასაც ეს. არა, რას აკეთებდნენ, იცი რომ აკრიტიკებდნენ, რომ არავის არ ეთქვა. მერე იწყებოდა შელერის, რას ამბობდა შელერი, გაშლიდნენ ყველაფერს და ხდებოდა. რუსეთში ეს არ იყო. საბჭოთა რუსეთში. ეხლა მეორე მხრივ თქვენ რასაც ამბობთ, ერთ-ერთი ძალიან დიდი ისტორიკოსი არნოლდ ტოინბი, რომელიც იყო, ერთ-ერთი ბრიტანელი დიდი ისტორიკოსია. ამავე დროს იყო ჩეთამ ჰაუსის დირექტორი 22 წლიდან 53 წლამდე. მას აქვს ლექცია რაშია. სადაც წერს რუსეთი მიდის წინს, როცა ავტორიტარული წყობაა. როდესაც დემოკრატიულია, ამას ეძახის სმუტას, არეულობას. მაშინ ჩამორჩება. ლექცია აქვს მთელი. ამბობდა, რომ დასავლეთს ყოველთვის ჰქონდა ტექნოლოგიური წინსვლა რუსეთთან შედარებით. და ყოველთვის მოდიოდა ავტორიტარული ლიდერი, რომ ეს მოესპო, პეტრე დიდი, რომ ეს მოესპო განსხვავება. ოღონდ მათ რა ხინდა იმით. ამიტომ ინდუსები ამბობენ, დიქტატორს თვითონ ერიქმნის, მოყავს ის. მოთხოვნილება აქვს. ამიტომ მოდის, ზემოდან კი არ აჯდება თვითონ. მაგაზე გეტყვით შეიძლება. ნატან ეიდერმანი გემახსოვრე. ცნობილი საბჭოთა ისტორიკოსი იყო, საბჭოთა დროს იკრებოდა ლიბერალი. 1987 წელს გამოაქვეყნა ესეთი ნაშრომი, თუ არაფერი არ გამოვა პერესტროიკიდან. და ვიფიქრე რა ებს ლაპარაკობს, როგორ არ გამოვა. როგორც თქვა, ისე არ გამოვიდა რა. დღესაც კითხულობ მის ამ ნაშრომს და ვცდილობ თარგმნილ ქართულად, ძალიან ნიადაგს. აი ტოინბი რას წერს, რომ არქეტიპები მართავენ ისტორიას. წარმოიდგინე, როგორ უნდა მართოს არქეტიპები. ანუ ყველა ერთს განიხილავს კულტურას როგორც ცოცხალ ორგანიზმს. ცოცხალ ორგანიზმს. და ამ ჭიდილია ამ ცივილიზაციებს შორის. ჩვენ მიგვაკუთვნებდა მართლმადიდებულ სამყაროს ჩვენს კულტურას, ოღონდ ბერძნულს და არა რუსულს.
დასაკე კონსტანტინოპოლი ბიზანტი. ხო, იქიდან უფრო სიახლოვე აქ დამათ ვიდრე რუსეთი. ასეცაც არის რა თქმა უნდა. ცნობიერებაშიც არის ასე. ცნობიერებაშიც, ხო, აი. დიდ ნაწარმოებებში. რუსულად დონ კიხოტი 5 ჯერ დავიწყე, ვერც ერთხელ ვერ წავიკითხე. ქართულად იკითხება როგორც ზღაპარი, რატო იცით, რომ ქართულ ცნობიერებაში ის რა ის დავიცი. რუსულად არის. თუმცა ეს შალვა ნუცუბიძემ რო გადათარგმნა, ესე იგი რუსულად თამარიანი და ეს ალექსეი ტოლსტოი წერს და ვეფხისტყაოსანი რო გადათარგმნა რუსულად წინვანებს, ხო? Рас წერს ეს граф Толстой. Я никогда не ожидал, что русский язык обладает таким богатством. წერს. წარმოიდგინე. სულიერება გადავიქცე. ეხლა მოგზაურობ შენ სიტყვებთან ერთად. ვიარები არა და თუმცა აღმოჩნდი ისე რაღაცა ამასთან ცოცხალ ადამიანთან კაბინეტში. რამდენიმე შეიძლება ბევრთანაც და მომივიდა ხატი რომ ამბობდი წელან რამდენიმე წუთის წინ რომ გასაღები უნდა იპოვოთ. არ ვიცი მოხშირდა თუ თქვენს დააკვირდებით და მე მაგის პრაქტიკაში რომ ადამიანს ეს ისმრება რომ გასაღებს აძლევენ. ოღონდ ცირთად არის ის უჩინარი ფიგურა. აი პირველი რაც მოგივა ვინ აძლევს გასაღებს ადამიანს შენი აზრით. ეს სელფი თვითობა. რა ეს პირობითად არის თვითობა. თვითობა ნახე იუნგი როგორ ამბობს ჩვენ ახ იუნგიანელები ვარ და მალე იქნება აი პრეზიდენტი ზის აქ ქალბატონი თინა, ქალბატონი მანანაზის ეს ყველანი ისინი არიან იუნგიანი ბატონი ტატო იუნგიანელი ასე ვთქვათ სერტიფიცირებული ანალიტიკოსები და ამიტომ ზოგჯერ ხშირად ვიწყებთ ხოლმე ის საუბარს ქალბატონი ბაკაც. ხო, თვითობა არის იუნგის განმარტებით ის რომელმაც იცის რა იყო და ჯერ კიდევ ის ჯერ რაც არ მომხდარა ისიც იცის თვითობა. ესეთი განმარტება აქვს. ამიტომ ის გიგზავნის რაღაცას გასაღებს. თვითობის სიმბოლოები რა არის? ბრილიანტი. ბრილიანტს აქვს თავისი სინათლე. დატენო არ ჭირდება. ხო? მრავალწახნაგიანია და მაგრამ ერთია ამავე დროს. ესეთია კიდე არის მზე, მზის სიმბოლო. მზის ჭრეტით, იმიტომ რომ მზეს რო ჭრეთ, ბევრი ესეთაც შეიძლება ასე ვთქვათ, გაიმსჭვალო ამ ცას რო ჭრეთ, ხო? უსასრულო, არასდროს მოწყენილი არ არის, ხო? როდესაც ჭრეთ, სიტყვები არ გეყოფა რო აღწერო, იმდენი აზრი მოგდეს. როდესაც ქართველები ვერ ძლევენ გერმანიაში ზოგი კარგათაც ცხოვრობს მატერიალურად. რატო? ზე არ არის. არ შემიძლია გეუბნება, დილას მივდივარ ბნელა 6 საათზე, 5 საათზე ბრუნდები ბნელა. აღარ შემიძლია ის მიჩვეულია მზეს და გერმანელები ჰაიდელბერგში იყო ესეთი მეთოდი, ლიხტეთერაპი, ესე გადაყავდათ მზეს, სადაც ბევრი მზე იყო, დეპრესიული პაციენტები და მოქმედებდა და ამიტომ გააკეთეს რა, რომ შეყავთ დეპრესიული პაციენტი ინტენსიური სინათლის ოთახში. რამდენიმე დღე არის იმ ოთახში. ზოგ შველით. ამიტომ ეს თვითობა არის, რომელმაც იცის, ანუ ის სადღაც წერს, ეს არის შინაგანი ქრისტე, ანუ ეს არის ის, ვინც ღვთაებრივი ნაპერწკალი, ანუ სინიდისი დაარქვი თუ გინდა, რაც გინდა დაარქვი, ინდუსები ატმანს ეძახიან და ამ გერმანულ კლასიკურ იმაში შინაგანი ქრისტეა. ხსნელი მარტო გარეთ კი არ არის, შიგნით არის, შიგნით. ამიტომ პროტესტანტულ კულტურაში უნდა ჩაწდეს შინაგან სამყაროთი. რიტუალი იმდენი არ არის, რომ ამიტომ შიგნით უნდა ეძებოდა ეს შინაგანი ქრისტეს ამიტომ ეძახიან, რომელიც ხსნელი ზის შიგნით. ეს გასაღებით საინტერესოა, იმიტომ რომ გასაღების რაც აღებს. დიახ. მე კიდევ დავამატებდი, რომ გერმანიაში ჰაერშიც სტრესია, ანუ ჩვენ ხასიათთან ძალიან შორს არის ისევ ხასიათთან.
სტრესი რას გულისხმობ? ჰაერში სტრესია. ანუ ჩვენთან მაგალითად საქართველოში სხვანაირი აურაა და სხვანაირი განწყობის ადამიანები ვართ. იქ ჰაერში სტრესი, ანუ უნდა იცხოვრო ალბათ იქ რომ სანამ არ იცხოვრებ, ვერ გაიგებ. ძალიან რთული, მაგალითად დასასვენებლად რომ მიდიხარ სულ სხვა არ მიცხოვრობდი და ვიცი. რა თქმა უნდა. ასეც დავამატე. რატო იცი რომ რუქა და ტერიტორია სხვადასხვა რამ არის. როდესაც შენ რუქაზე უყურებ აფრიკას და არ ყოფილხარ იქ, სანამ არ ჩახვალ და არ იცხოვრებ, შენ არა გაქვს წარმოდგენა, ამიტომ არ ესმის ზოგს. ნაყერა კაი სახლებია, ყველაფერი გაწკრიალებულია, თავის დროზე მოდის მანქანა, დაზღვევა უმაღლესი, სტატისტიკი. ეს ცოდნა არ არის. აი როცა ეს არის რუქა. გეოგრაფია არის, როდესაც ტერიტორია როცა იქ უკვე იცხოვრებ. ყოველ ადგები იცხოვრებით, მე ხვდები ეს რა არის. მე გაქვს წარმოდგენა. ეს არის ცოდნა, გნოზის, რომელიც განცდაზეა და არა ესე იგი თავის მიერ რა ქვია კონსტრუქტორთან. და გვინდა თუ არ გვინდა, ასე ვთქვათ, ზნესდაჩვევებს ვიღებთ. მაგალითად, როცა გერმანიაში ხარ სხვანაირად დაზროვნებ, საქართველოში ვდები სხვანაირად, კი ბატონო. ეს ალბათ მაინც ინდივიდუალურია, რა ხმაზე ალბათ როგორ შეიძლება. არა, მაგალითად მე ერთხელ მუშაობდი გერმანულ შვეიცარიაში და 2 წუთით, შეიძლება წუთით დამაგვიანდა. 5 წუთიანს. რეაქცია იყო ისეთი, რომ მოტრიალდა ყველა ესე. იმის შემდეგ 7-ის ნახევარზე დგებოდი, ოღონდ ეს არ ყოფილიყო. იმიტომ იქ უკვე, მაგრამ აქ რომ აქ მოხვედე პრივეტ, რა. სხვა იტალიაშიც, ხო. არა, ერთი კოლეგა გვყავს შენ და აქ იყო ჩამოსული ბერნჰარდი. და თქვა რომ თქვენ კიდე სუნთქვა შეიძლება თქვენთან, რომ ჩვენთან სუნთქვა არ შეიძლება, ისეთი წესრიგია, მაგრამ ჩვენ აქ არ გძნობთ, ჩვენ სხვა დეკორს უყურებთ უფრო და ის ამბობდა რომ მეუთხარი აი 2 წელი ცხოვრობდი შვეიცარიაში და ყოველდღე მივდიოდი მატარებლით. აი წამზომზეა ლაპარაკი, ესე რომ მიუახლოვდებოდა, დგებოდა მატარებელი. 2 წლის განმავლობაში ერთხელ არ ყოფილა რომ გადაცდენოდა. ისეთი სიზუსტეა. მაგრამ ეს ადამიანები იქ ხომ შვიდად არიან ამ ყველაფერს. კი ბატონო, მაგრამ სხვა არა. ამავე დროს ბერნადე ხო ყველაფერი წესრიგშიაო. ამავე დროს ჩვენთან რამდენიმე ტონა ფსიქოტროპულს ვავენ. ფსიქოტროპულის დიდი ხარჯა ჩუმად სვავს. იმიტომ რომ დააგვიანდეს მატარებელს 2 წამი, რევოლუცია მოხდება იქ. რატომ მოხდება? ერთი ამბავი. ამიტომ ესეთი რიგიდული წესრიგი სიცოცხლის ძალებს სპონტანურობას გაკარგინებს ზოგჯერ. ამიტომ მაგრამ ეს მათი მე კი არ ვაკრიტიკებ. იმიტომ რომ ისინი ასრულებენ თავისი მამის მითითებებს, ცვინგლის, რომელსაც მოუწოდებდა რომ უნდა იყოს წესრიგი, იდეალური სისუფთავე, ხო? რა ქვია, ისეთი ფუფუნებაში არ უნდა იცხოვრო, ისმის აი და შრომა. ამას ყველა ასრულებს. ამიტომ პირველად რომ უყურებ რომ გაჭირებულს ფულს არ აძლევს, იმიტომ კი არა რომ არ ეცოდება. არა, ყველაზე დიდი სირცხვილია პარაზიტობა. ყველაზე დიდი სირცხვილი სხვის კისერზე იყო. ამიტომ ამასაც არ უწყობენ ხელს, რომ 2 ხელი გაქვს, 2 ფეხი წადი გაინძერი იმუშავე. ხო და ჩვენთან სხვა არის. ერთი ვიცნობდი კაცს, რომელიც გაეყარა თავის ცოლს, ცოლმა 20 მილიონი მიიღო მამამისისგან და უთხრა რომ მოდი ეხა აღარ ვიმუშაოთ და გაეყარა ქმარი. შენს კისერზე ვიყო, რას ლაპარაკო? ეხა გამოვიტანოთ საქართველოში. კაცური კაცია, სიმამრი, ენაცვალე. მასესხე, მოვიტან. ანუ
ეს მათი წესია, მათი გზა არის, ესე ვთქვა. და ამიტომ ჩვენ როდესაც გვინდა რომ გადავკეთდეთ, არ ხდება ესე იოლად. მთელი შენი კოლექტიური წარსული უჯანყდება ამას ზოგჯერ. ისმის? როცა უნდა ადვილად არ ხდება ეს გადაჩვევა, ხო? ზომიერება, რა თქმა უნდა. ხო, ეს არის რასაც იუნგი დაბალანსება, რომ არც ძალიან დიდი წესრიგი, რომელიც კლავს სპონტანურობას და არც არეულობა, ხო? მაგალითად ამის მაგალითია, რომ ჩვენ უბრალოდ ეს მიდრეკილება გვაქვს, აი ქაოსი დაქუცმაცებულობისკენ. ალბათ ისტორიულად, რო. აბა რა. ვერ გვქნით ერთიან იმას. უჩემოდ ვინ იმღერეთ? წაიკითხეთ კონსტანტინე კაპანელი. სული და იდეა აქვს. წიგნი 1918 წელს დაწერილი. ჭანტურია იყო გვარად. იქ წერს ქართველი რატოა? უჩემოდ ვინ იმღერეთ? დაგავიწყდეთ თქვენი, ახლა რა გიქნათ? თქვენ დღეს ახსენეთ შინაგან ხმაზე. თვითრეალიზაცია ნიშნავს იმას, იპოვნოს საკუთარი თავის საქმეში, თუნდაც ეს არ იყოს პოპულარული საქმე. მაგალითად ხშირად გვაქვს, არ მგონია მარტო ქართველებს, მაგრამ ჩვენ გვახასიათებს სიმაღლეებისკენ ტოლვა, რომ აი უფრო მეტი ხომ არ შემეძლო გამეკეთებია ცხოვრებაში, უფრო წინხვარ უნდა ყოფილიყავი. თუმცა ამ დროს საკუთარი საქმე შეიძლება ვიღებდეს სიამოვნებას, მაგრამ იმის განცდა შეიძლება ნაწილობრივ სტერეოტიპულია სხვა რას ფიქრობს, რომ უფრო მეტი ხო არ შემეძლო. თუ მე დავუშვათ პირობითად საკუთარი თავი მაქვს ნაპოვნი, უბრალოდ მასწავლებლობაში, ან უბრალოდ ფერმერობაში, ვარ მე თვითრეალიზებული? ხო, ანუ ეს ნიშნავს. ჩვენი კოლეგა ამბობს, რომ მე მინახია გლეხი, გაუნათლებელი, თვითრეალიზებული. ისეთი ურთიერთობა აქვს ბუნებასთან. იმდენი სიბრძნე აქვს, ბუნებრივი. არ არის აუცილებელი, რომ დაამთავრო რაღაცეები. შინაგანად განვითარდა. და ისეთი დინჯია, აი ფილმებს რო ანახებენ ინდიელებზე, ხო გინახიათ? ბრძენთან მიდის და ეს ბრძენი რაღაცას ეუბნება. ჩვენ გვეგონა რომ ესე იგი წარმოიდგინეთ ჩვენ უყურებდით ფილმებს, სადაც ინდიელებს ესე კლავდნენ, ხო? გახსოვთ და გვიხაროდა, რომ ესენი ჩამორჩენილები არიან ვიღაცები. ეხლა ერთად ვიყავით შეერთებულ შტატებში და იქ კანიონზე და გიდმა ავტობუსის თქვა, რომ კაშხალი არის, წყალი მოაქვს და ინდიელებს წყალს არ ატარებენ. თეთრი ადამიანი აკეთებს ამას დღეს. წარმოიდგინე, მათ ტერიტორიაზე არის გესი, იმათ არ აძლევენ უფასოდ ფული მომენ. რაზეა ლაპარაკი? It's shame on us, გითხრა მე, ეს ჩვენი სირცხვილია. იმათ აქვს ბუნებრივი ისა, რა ქვია. მე რამდენადაც ვიცი, ინდიელები ერთი და იგივე პოზიციაზე დასაქმებული თეთრკანიანები და ინდიელებს შორის ხელფას ინდიელებს 30%-ით ნაკლებს უხდიან ამერიკაში. დაჩაგრულები არიან. მაგრამ ნახე არ ერწყმიან. თავის თვითყოფადობას ავითარებენ, აღარ იცვალს ისე. ისმის აკულტურიზაციის სინდრომი არა აქვს. ამერიკელმა ფსიქიატრებმა მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ აკულტურიზაცია ცუდია. აკულტურიზაცია რა არის, რომ კარგი ამერიკისთვის რა? როცა ქართველი ჩადის და ქართველობს იქ. როცა იტალიელი იტალიელობს, ბერძენი ანუ იტალიელი თავის იტალიურ გზას აგრძელებს, იტალიური რესტორნები აქვს, კათოლიკურ ეკლესიას აშენებს, იქ დადის, იტალიასთან კავშირი აქვს. ქართველმა ვერ შევა, სომხებს უფრო აქვთ ესეთი ის. სომხური დიასპორა არსებობს ძალიან ძლიერი და ცხოვრობენ თავისი წესებით. და მეორეა, როდესაც შენ ან ასიმილაცია მოგდის, ივიწყებ შენს წარსულს, გინდა რომ გადაკეთდე და ზოგი არც იმასაც აგინებს და ამასაც. საერთოდ, ხო. ამიტომ ასიმილაცია არ შეიძლება, იმიტომ რომ შენში შენის გზა უნდა ფესვებთან დაამყარო ურთიერთობა. შვეიცარიაში მესიზმრებოდა
საქართველოს და მე ჩემო ანალიტიკოსმა ეს შენი ფსიქიკური ფესვები გესიზმრება. ფესვები. საიდანაც ხარ? ჩვენ ყველას გვაქვს ეს. არ შეიძლება თუ ფესვთან თუ მიწასთან დაკარგე, ხო? საიდან უნდა მოვიდეს ის ლიბიდო, ეს ენერგია. ნაყოფიც არ გექნება.